გაოგნებული კაპრო. დაზუმეთ რა მაქე და კამერიდან გაოგნებული კაპრო. ცალკე ყავდეს კადრში გაოგნებული სახით. Betson სპორტის YouTube არხზე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის ნახევარფინალი იწყება. ფინალში გასასვლელად ერთმანეთის პირისპირ. ბათუმის გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ არჩილ ტოტოჩავა, ალექსანდრე გაბრიჩიძე. როგორ ხართ მეგობრებო? კარგად, თავად. არა მიშო, ცოტა დაძაბული ვარ, მაგრამ ნახევარფინალია. თქვენსავით ხო? თქვენსავით ვერ ვიქნები, მაგრამ მიჩები დაძაბულობებიც მეყოფა ასე რომ კარგ საინტერესო თამაშს გისურვებთ. და ისეთ რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გეთქვათ რომ რა კარგი იყო. არ ვიცი რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, მაგრამ წადოთ. Let's go. წავითა. მოემზადოთ და დავიწყოთ პირველი რაუნდი 5-5-ზე. არაერთხელ მithქვამს და უკვე იცით რომ მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარი ისევე როგორც წინა სეზონის გამარჯვებულების ამოიტუფლება Betson-ის თასზე, რომელსაც აი აქ ხედავთ, ჩემს გვერდით და არაჩვეულებრივად ამაყად გამოიყურება. გარდა ამისა, Betson სპორტმა დააწესა პრიზი. მეოთხე სეზონის გამარჯვებული ახალ მანქანას გაიყვანს Citroen ცენტრი თბილისიდან. ჩვენი პრიზია Citroen C3 Aircross. შარშან Citroen-ის hatchback-ი გავათამაშეთ, წელს კი უკვე SUV გვყავს გამარჯვებულისთვის. ამ კლასის ავტომობილები ყველაზე მოდური და მოთხოვნადია. C3 Aircross ვიზუალურად ეფექტურია, ამავდროულად პრაქტიკული, ეკონომიური, ეკოლოგიური და ამიტომაც ევროპის ერთ-ერთი ბესტსელერია. მაგიდის დერბის გამარჯვებული ამ ფრანგულ მანქანას მიიღებს. პირველი რაუნდისთვის საჭიროა ავირჩიოთ სამი თემა, 1-დან 5-მდე ფანჯრებში და დავასახელოთ ამისთვის ციფრები. დაიწყე არჩილ. 5 2 2 იყოს 2 3 ზუსტად ამ თანმიმდევრობით გავხსნი როგორც მითხარით. პირველი თემა. დავაგეთ ჩვენი ნაკრების ლოგოები წლების მიხედვით. ნებეთ ეს 5 პარათის თქვენ. დავიწყოთ. რომ ჩაგეთვალოთ ყოველ ლოგოზე რამე ისტორია უნდა მომიყვეთ. მე ჩუმად დავრჩები. ლოგოები სუსტი მხარია ჩემი ყველაფერში და აბა. ბოლო გადამოწმება. დავაგდით? ასე თუ ის. კარგი, დავიწყოთ ყველაზე ძველით. 0-1. ვითომ ეგრევე? ეგ რა არის? ეს 1996 წელს ქონდა ესეთი. და რა თქმა უნდა სწორ ადგილას არის. ხო. ოჩა. აჰა, ესე სწორად დავდგომ. შემდეგი მეორეზე ფიქრობთ თქვენ ლოგოს, რომელიც 2002-2004-ით თარიღდება. და ამათ შორის სხვა უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი დარჩა. არასწორად მოხდა რომ აი, ერთნაირად შეგეშალა. რა ვიზუალურად უბრალოდ ხო ცხოვრებაში ხო აპგრეიდი უნდა კონდეს. აქ არის პირიქით. აქედან აქ გადასვა აპგრეიდია. ეს ბევრად ლამაზია ვიდრე ეს და რანაირად მივედით. რა ვიცი, შეგდებოდი ეს ლამაზე ხო ვიცი, მაინც ყოლის თორეს. ხო, კარგი, რა ვიცი. აბა ნახოთ, ანგარიში ერთ-ერთია ისევ და აი ახლა თუ აცდა. არაც. ფრე გაუწურე. ფრე ეგენი ისტორია, ბოლო ორი სწორად კიდევთ, ასე რომ 3-3 დამთავრდა. აქ აგიცდათ ორი ცალი. 2002-2004 იყო როგორც გითხარით და 98-2002 ეს, ანუ წინა არის ეს და ეს შეიცვალა ამით. თან ფოტოს ხარისხიც ეს უარესია ვიდრე ხო, აი, მაგაზე დაპირებული რამე ისტორია, რომელი ლოგოთი გახსენებათ რამე ისეთ მნიშვნელოვანი თამაში. დიახ, მაგრამ არაფერი, ხმას არ მოვიდა. მეც ჩუმად. კეთილი. შემდეგი. აქ უკვე თქვენ გევალებათ, რომ დაავაგოთ კლუბები დაარსების თარიღის მიხედვით. გინებეთ? ესეც თქვენ. კლუბებს ადვილად მიხვდებით, მაგრამ აი თარიღებზე რა გითხართ? არ არის მარტივი ეს. საკმაოდ რთულია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ეს რანაირად უნდა დავალაგო. არ ვიცი. შემთხვევით მაინც გაახტყავებ წას. თუ მასლა ასე ცუდად არის საქმე? ძალიან. მასლა? შენც აღიარებ, რომ ცუდად არის საქმე? ნუ მაშინ თანაბარად ცუდად ყოფილიყავ. კი. ვაჰ, რა საინტერესოა რა იქნება.
აბა დავიწყოთ პირველი, აბა ნახოთ იქნება რომ შემთხვევით და გამოვიდეს. მიუხედავად ბაიერნი და შენ ლეავრი გაქვს ხო აქ? 0-0. არც ერთი არ არის სწორი. ესე იგი, ლეავრი 94,800, რა თქმა უნდა. ბაიერნი 1900 წელია ზუსტად. მაინც გეტყვით. ბოლოში მყავს ლეავრი. მართლა? კარგი. შემდეგი როსარიო ცენტრალი, ორი. როსარიო ცენტრალი, მეგობრებო, ორივეს ერთნაირად რომ გიფიქრიათ, ძალიან კარგი ერთად ფიქრობთ, მაგრამ აი აქ რო გიფიქრათ, გადასარევი იქნებოდა, თითო ფულა გექნებოდა. ყველას ძველია. ბოლოში გადავცვალე. ყველაზე ძველია. ბოლოში ყავდა? აი, თავიდან იგრომ ყავდა ბოლოში შევცვალე ბაიერნი გადა. აი, არ უნდა შეგეცვალე, ერთი ფულა მაინც გექნებოდა 0-0. წავიდა. ვაა, სორი ადგილია მიუხედის ბაიერნი გაარტყა. 1900 დაჯდა ზუსტად ჯუაში უნდა იყოს. დინამო არასწორი ადგილია შესაბამისად, დინამო სულ ბოლოში უნდა ყოფილიყო და გავხსნათ ბოლო 2-იც, შემდეგი არის შენთან. აი, ვილი არის, სორი, 1-1. აი ეს სწორი იყო ბოლოს და ბოლო უკვე შენთან არა სწორი. გამო სად გაიწურა 1-1, ხოჭა. ესეც პრე, ძალიან არ ვიცი, შემთხვევით ალბათ უფრო. აი ეს იყო ძალიან რენდომი მგონი. ესაა სრული შემთხვევითობა, ხო არაც მოხდა. ასე არ ვარ. ნუ რატო აი მაგალითად ვილიარეალი რატო არ დადით მაგ ყველაზე ძველში ხო რაღაცა მაინც ვილიარეალის შედარებით მალეა მე ხო ვთქვი ხაზი გავუსვა რამდენად ჭკვიანები ხარ თქვენ ამ ეტაპზე სულელი ვარ და მესამე შესაძლოდ გადამწყვეტი შეკითხვა რომლის მოცემულობა არის შემდეგი თქვენ უნდა დაალაგოთ ვის მიერ შეკერილი ფორმა უფრო ადრე ვნახეთ ლიგის ფინალში ანუ ლიგის ფინალში რო ფორმა ვნახეთ ვის აღარ მინდა კარგი მოწას ჩემი რეაქციები მოკლედ ჩემპიონთა თასი იგულისხმება აქ ეს მაინც რო იცოდეთ და არა მხოლოდ ეს ლიგა ხო და ასე რომ უფრო გაგიჩვენეთ საქმე მე მგონი ამ ბოლო განცხადებით ვთქვა კეთილი აჰა ისინი თქვენი ბარათები და მე ცოტა ხან წავალ და დამიძახეთ რომ მოჭებით და მოვალ ეს უფრო ადვილია ვიდრე წინა. რაღაც გამოაბამთ ვისეცვა იმ ბრენდის და არა. არა. ყველა მცდელობას წყალში მიყრიან როგორმე გავამსუბუქო, გავალაითო. მიდით თქვენ ამას შეძლებთ? არა, ვერ შევძლებთ. დავაგდი? პირველი ორი წესით მოჩვით. უფრო. ცალკე უნდა იყოს ვიდრე დანარჩენი სამი. ანუ შენთან პირველი ორის იმედი უფრო გაქვს, რომ მოგიტანს გულას? არაფერს იმედი არ მაქვს. პირველში დავემთხოვით, ოღონდ რომელი პირველი იქნება, რომელი მეორე, არ ვიცი. ეგა ზუსტად. გადავიწყოთ, გავშალოთ. პირველი ეს არის ხო, მეიბა არის შენთან. ესეცვა ვის გახსოვს? არ მახსოვს, უბრალოდ ეს არგენტინის სპონსორი იყო 86-ში და ხო. ანუ ადიდასებს შორის მახსოვს, მეც არგენტინის სპონსორა დეის. 86-ში რო არადონას სისკოლიო გაიტანა და მარტო მე ვიცი მაგას მეტი არა. და რახან მან ჩავთვალე რომ 70-იანები 80-ია მეთქი იქნება ეს უფრო ადრე არის თქო. ეგ 70-იანების აიაქსეცვა ეს, რომელსაც აი ეს ბრენდი ეხლა შესაბამისად ეს სწორია, ეს მეორე ადგილი იყო, ცოტა აცდა. კი ბატონო, 1-0. შესაბამისად ამ ორ შორის ფიქრობდი და არ გამოვიდა. აი აქ ძალიან საინტერესოა კელმე რომ დადე შენ, იმიტომ რომ კელმის ადგილი ეგ არ არის. შესაბამისად 1-0 დარჩა. ეს აცდა, ეს ისედაც აცდენილი იყო. შემდეგი ვნახოთ. მესამე კიდევ თქვენ Nike. მე რიბოკი. შენთან რიბოკი. Nike-ის სწორი ადგილია 97 წელი არის. რიბოკი გვიანდელი სუბოლოს უნდა ყოფილიყო რიბოკი. შესაბამისად კელმე ბოლოში არ არის, აქ ყველა აცდა. ხოლო Nike-ის შემდეგ შენ კიდევ მეოთხე რიბოკი? რიბოკი კი. რიბოკი არასწორ ადგილას არის და ორი ქულა დარჩა ესე გამოვიდა. პირველი და მესამე გაქვს სწორად. ამ ჯამში 15 ქული რამდენი ავიღე? 2? 3 მორჩა პირველი. 4. დაგამშვიდე. 4 აგიგია ჯამში 15 ქულიდან. თუმცა აქეთ მხარეთ ვერ დაიკვეხნის, ასე რომ შეგიძლია მაგით მაინც დაიმშვიდო თავი, სულ რაღაც ორი ქულით გაჯობა, მხოლოდ და მხოლოდ არ ვაჯობა გავარტყი. ეს კიდე ხო რაღაც ლოგიკა იყო, აი ეს გავათამაში. კი ბატონო. 2-0 ამ კითხვის ქვეშ და პირველი რაუნდი გადავაგორეთ ხალხო. როგორც იქნა გილოცავთ თქვენც, ჩვენ თავსაც ულოცავთ 1-0 და გადავდივართ მარათონზე. ძიმედ და რთულად დასრულებული პირველი რაუნდის შემდეგ 1-0-ს არჩილი იგებს და შესაბამისად ის აირჩევს მარათონისთვის 1-დან 5-მდე სიმბოლურად 1 ციფრს, საიდანაც ავიღებთ თემას მარათონისთვის. 4 იყოს. 4.
ძალიან დიდი იმედი მაქვს. თქვენი მოსაწონი თემა იქნება ამჯერად მაინც. ნახოთ. კარგია. ბუნდესლიგის უგვირგვინო მეფეები. მეფეები ადვილი იქნებოდა, ამიტომ უგვირგვინოები მომიტანეს. ადრე მახსოვს ერთხელ იყო ბუნდესლიგის ტური და იყო ხოცვაჟლეტა. დავატრიალოთ ხოცვაჟლეტა ახლა. ბუნდესლიგის უგვირგვინო მეფეებს ვიწყებთ. მოწინააღმდეგეებმა დადეს პირობა რომ იქნება ხოცვაჟლეტა. არ დაინდოთ ერთმანეთი. მოვემზადოთ. დავიწყოთ. დაწყება არ არის უპირატესობა სიმბოლურად ვინც ირჩევს ის იწყებს ხოლმე ანუ შენ. გეცნობა აშკარად. საძულელი და გერმანელი ბუნდესლიგა. აგი ვარ. ციკლერი ხო არა? არა, გადაეცი მეგობარს. ანისა. რადგან შენ მეორე მოპასუხი ხარ, შეგიძლია თქვა, ორივე და მე ერთი აირჩიო მოდ. ან თომას ლინკია, ან ტარნატი და ვიტყვი ლინკესა. დაწყდება გული არც ერთი არ იყო. არა? თომას ჰელმერია. ჰელმერი. ბაიერნის ლეგენდა. ოკეი. ხო. მათი თანაგუნდელი ვიჩენ. მომიცი? ხო. ეგ აქეთ იყოს რომ ხულაში არ ჩაგეთვალოს. შენი ჯერია? Who the hell are you? Why? უნდა იცოდე ეგ. შტეფან კისლინგი? არა. ბერჩენ? ბოდე. არა, მომეც ეგმე. საცწავლობდი შე. ვერ დარშია, მაგრამ ვერ ვიცანი საერთოდ. ვიზუალურად სიმბოლოდ ითვლება ეს კაცი არის ფრანკ ბაუმანი. Yes. და. წავიდა შემდეგ. ცენტრალური ნახევარმცველი 2002 რაღაც. თანჩე შეგიძლია მოყვა. სახეები. ხა. ძნელია. მესმის. შესაჩემო არა. გიდან სულ ერთი კაცი ვიცი და სარა. დიტერეტკა. კუნთის ისტორიაში პერფექტ კაცი ვიცი. არა, კუნთის ისტორიაში მეტი ვიცი, მაგრამ აი. ხო. თანამედროვეებიდან შეგნარებით. თანამედროვეო. არა, თანამედროვეც არა რაღაც. აიცა. აი არ ვიტყვი ჯობია. ალბათ ჯობია, ვერაფერს გეტყვი. ნახე აბა. არსებობს მოსაზრება რომ ეს გაგიჭირდებათ და გაგიჭირდებოდათ უკვე შენ შემთხვევაში და შენც. ჰანკე? არა. ზე. ერთ დროს ნაკრების იმედის მომცემი ფორვარდი ყოფილა ეს ადამიანი არის ბენი ლაუტი. წავიდა. როდის ავიღებთ პირველ ქულას? ვისაც ფიქრობდი მე რიგამახსენდა, მაგრამ კაი არ იქნებოდა მაგრამ. ყველას ერთმანეთს ვამსგავსებდა. ვერა. მე ვერა ვიღებ. ავი რიკენს ვიყო. არა, ვერ გაარდა. იყოს რენი ტრეჩოკი. არა. ბუნდესლიგის ბომბარდირი იყო ეს კაცი და ჩემპიონთა ლიგის ფლობელიც არის. ეს არის ჰაიკო ჰერლიხია, ოუცჰან. ახალგაზრდობის არის უფრო ბებრობის. ცოტა უფრო ხუჭუჭა მახსოვდა. აქ ცოტა ზედმეტი მოვიდა დალაქს. დამოკლება მისი თმის და ბოდის გიხდის ამის გამო. წავიდა. გაიგე, ხარ გო ჩაიცინა. 0-0 მორჩება ეს. არ არსებობს. არ არსებობს, მაგრამ მაგარი ისტორია კი დაიწერება. ბერტ შნაიდერი ხო არა? არა. ეს კაცი მე მახსოვს ხა მე რო ფეხბურთს ყურება დავიწყე. მერეც. მეც მახსოვს მე. ხო. ეს ვინს ნოვოტნია რა. ეგ არის წაიღე პირველი ქულა. გილოცავ როგორც იქნა გატყდა. ნავსი. ბორდონი. ვინ არის? მესამე ბორდონი. ბორდონი ხო? შალკეს ყოფილი ბრაზილიელი კაპიტანი. მარსელო ბორდონიც შენი ქულაა. აჰა, გალღვა, ყინული დაიძრა, ბატონებო. არა. ჩარა. აკი, სადე?
თუ გერმანელები ყავს? თუ შეიძლება რომ სხვა იყოს. ვერ გეტყვი. მარიკ მინტალს ვიტყვი მეტი არავინ არ მახსენდება ახლა. კიდე კაი რომ მეტი არაფერი გაგახსენდა მესამე ქულა მიითვალე. ეგ არის. 75 გოლი ნიურნბერგის შემადგენლობაში. შენჯერია. ეს გავს Queens of the Stone Age-ის გიტარისტს. კი გავს მართალი. Josh Homme. Josh Homme-ის ვერ ჩაკითხული პასუხი. Josh Homme არ არის. თუ არაფერი გახსენდება იყოს Josh Homme და გადაეცი. რავი, ტარნაც ვიტყვი აქაც. არა. აჰა, სადაც ხო მესამე ჯერის ტარნატი უნდა. შტრუნცი? როგორ? შტრუნცი. არ არის შტრუნცი. არა. ავსტრიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი. კი, აი გაგახსენდა. ენდი ჰერცოგი იყო. შენჯერია. ჯერ ყველაფერი წინ არის. კაკაოა? არა. აბა შენახე. აუ. ამოვიწყდა. ერა. იებო. არა. 90-იანების ბუნდესლიგის აიქონადაც შეიძლება ჩავთვალოთ ეს ნიგერიელი, რომელმაც შტუტგარტის ფანებს კარგად ახსოვთ. ვინ არის? ხო? ხო? დამავიწყდა, ვერ მიხსენე. ო? აკბობომი. აკბობონი. ეგ არის. ვერ გავიხსენეთ. შენჯერია. მოვიდა ხასიათზე. აილტონი. 10 მადლობა. პირველად ადვილი ამ. ხო, კი ბატონო, აილტონი იყო. სხვა რა ტარნატი. ტარნატი როგორც იქნა 4-1 ერთი ქულა აიღე. რა იყო? სტიეც ტარნატი. ისა. ფუ. შაფი, თომას შაფი 11 რა? არ არის სწორი. აბა სადე შენ. არც მე უკულას ეხა დიდი ფასი აქვს. პიტერ აილცი? როგორ? აილცი. აილცი სწორი პასუხია, ეგ არის კი. ფრემენელი მალდინი. მეორე მეკარე იყო. ვის მეკარეს ხედავ? ბაიერნის მეკარეს ხედავ, ხო, არა რომელია? არა ვხსენებ. ათმების უნიმცემს, გაწურე. აუ, არ თქვა ჯობია. კაი. აბა ნახე, ყოი. ეს არის ბატონი რენსინგია. რენსინგი, რომელიც კანის შემცვლელი უნდა ყოფილიყო. 5-2. შენი აღება. ჯერ გვაქვს საკმარისი ოდენობა. ამას ის წაკართ მე ზუსტად ვიცი. სადე? ბარბარეცი? ვინა? სერგეი ბარბარეცი. არა, მწოდნია. არა ლეგა. ეს არის ჰამბურგის მეკარე ფრანკ როსტი. მეკარე ასე ხო. კი ბატონო. ცოტა ვიჟობდი. გვაქვს ჯერ კიდე თეორიული შანსი გადარჩენის. აუ, ვიცი ფასი. მისი მოუჩი. არა. ჟოზუე. ამისია. ჩვენ გვაქვს 6-2 და არას საკმარისი რაოდენობა დარჩენილი ბარათებისა რომ დაეწიო 3-ვე რო იყო 5-5-მდე აქაჩა მხოლოდ და მხოლოდ მაშასე საერთო ანგარიში გათანაბრდა 1-1 გადავდივართ შემდეგ ეტაპზე ზუსტად ისეთი თამაში მიდის როგორცაც ველოდი მძიმე დაძაბული და ძალიან მაგარი პაპა კარლოს 5 მაგიდის დერბის ნახევარფინალი მესამე რაუნდი პაპა კარლოს 5 საერთო ანგარიში 1-1 მოემზადეთ 10 წამი გაქვთ სწორი პასუხისთვის თემის შერჩევა შეგიძლიათ არასწორ პასუხზე 5 წამი მოწინააღმდეგეს გადავხედოთ თემებს რომელიმე ასახსნელია განვარტოთ ჩვენ გვაქვს შემდეგი თემები პაპა კარლოს 5-ში ფეხბურთი და აქტივიზმი men marking 20 წლამდელთა მუნდიალი თბილისში 1985 ერთი უკრავს მეორე თამაშობს ქართული ვერსია რადგანაც უცხოური უკვე ქონდა ძველი საბერძნეთი კლუბების სახელებში ფეხბურთი წიგნის ფურცლებზე ირლანდიელები გაბანძებულ იუნაიტედში 2003-2006 ტიტულებზე მიბმული მეტსახელები შოთას თანაგუნდელი ფორვარდები და ბოლოს 45 წლის UEFA-ს თანამშრომელი ნიონიდან წინა რაუნდის გამარჯვებული გაბრო შენ ხარ და დაიწყე აბა წარმატებები ძველი საბერძნეთი კლუბების სახელებში ნახოთ ამ გეოგრაფიული არეალით პელოპონესი ცენტრალური საბერძნეთის სხვა რეგიონებს უკავშირდება. იმავე სახელის მქონე კლუბი თავდაპირველად ვიქტორიანული ეპოქის ლონდონში დაარსდა, ხოლო 1910 წლიდან ის სან-პაულუშიც არსებობს.
რა სახელით? კორინთიენსი. რა თქმა უნდა, მიითხოვე. დავტოვოთ. ძველი საბერძნეთი კლუბების სახელებში. მეორე შეკითხვა. ბერძნულად ეს სახელი სპარსულ ქალაქს ნიშნავს. მის ლოგოზე კი აპადანას სვეტის ორი ხარია გამოსახული და ეს ანტიკური ელემენტები სულაც არ უშლით ხელს იმაში, რომ დღეს Instagram-ზე 10 მილიონი ფოლოვერი ყავდეთ. რა სახელი? პერსეპოლესი. რა თქმა უნდა, სვეტები აპადანა არ იყო თნელი. ერთი. დავასრულოთ ეს პაკეტი. ყურადღებით. ამ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში ფეხბურთი ბურჟუების გასართობი თამაში იყო. ამიტომ სოციალური სტატუსის და კარგი განათლების სადემონსტრაციოდ დღემდე ბევრი კლუბის სახელში ანტიკური საბერძნეთიდან წამოსული სიტყვები გვხვდება. ბევრი კლუბი აქვს ამ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას. რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე ბევრი ასეთ სახელიანი? ნიდერლანდები. რამდენი გაგახსენა ნიდერლანდების კლუბები? ავიცეთ, 3 უცებ ჩამოვთვალე და ალბათ მეტი უცებ ვერ გაასწოვე რა კი ბატონო. ეგ იყო, ბევრია. იყოს 20 წლამდელთა მუნდიალი თბილისში. იყოს 2-1 ანგარიში ერთი თემა ამოვწურეთ. 20 წლამდელთა მუნდიალი თბილისში 1985 წელი. საგულისხმოა, რომ ფინალის რეპეტიცია თბილისში შედგა და მერე მუნდიალიც საქართველოში ბაზირებულმა ბრაზილიამ მოიგო, რომლის კარშიც ის კაცი იდგა, კლავდიო ტაფარელი იდგა, აღარ უნდა ამას ჩართვა. მითვალე. ტიტულზე მიბმული მეტსახელები აქვს. ლისაბონის ლომები. ჩემპიონთა თასის ფინალის მოგების შემდეგ ეს გუნდი ისტორიაში ამ მეტსახელით შევიდა. გეტყვით იმასაც, რომ ამ კლუბის ფერებით მოთამაშე გუნდი ლისაბონშიც გვხვდება. Celtic-ი? სწორი პასუხია, წელიც გახსოვს? 67. Yes. მიითვალეთ ხო? წელს გახსენებაში მეორე ქულას ვერ დაგიმატებ. ისე, თავის დამოსაჩენად. შოთასთან გუნდელი ფორვარდები. შოთასთან გუნდელი ფორვარდები. 2007 წელს ფეინორდმა ორი ვეტერანი ფორვარდი დაიმატა. როი მაკაი და ინდონეზიური წარმოშობის მისი ეს ბეკაპი, რომელიც რეინჯერსში შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო. ვინ იყო ბეკაპის სახით დამატებული? ლოვენკრაცი? არასწორია, ისე 5 წამი კიდე ქონდა გეფიქრა და შენ 5 წამი. ინდონეზიური წარმოშობის ბეკაპი. ვერა. კარგი. დარჩა ეს ქულა ჩემთან, ეს იყო მაიკლ მოლსი, მიხაილ მოლსი, როგორ შეიძლება. ხო, ნუ, კი ბატონო, ინდონეზიური თუ იყო, არ მეკონა, თან ლონგრაცისთან უნდა ყოფილიყო. შოთას თანაგუნდელები თუ გინდოდა, კიდე არის შეკითხები, ჰა? არ მომეწონა. არ მოგეწონა. ერთი რომ მოგეწონა, ხო ნიშნავს, რომ შემდეგი მოგეწონება, რითვერის დაუბრუნდეთ რამაც. კარგი. წინა ქულა მომიტანა. ტიტულზე მიბმული მეტსახელები. აგერ არის. ოქროს ბიჭები. ასე ერქვა ორერას სიმღერას, რომელიც დინამოს ამ ტიტულისადმი მიძღვნილი კომპოზიცია და ეს სახელი ამ გუნდის აღნიშნულ სიმბოლოდ დარჩა, რომელი ტიტულზეა საუბარი. ის პირველი საბჭოთა ჩემპიონობა წელი 64. ეგ არის. როგორც ჩასაკრებული იყო ნახე. ეგრევე აღებული ქონდა. მენმარკინგი. მენმარკინგზე თუ ვინმე უნდა გაგახსენდეთ, ალბათ ლიბიაში დაბადებული 1982 წლის ეს მსოფლიოს ჩემპიონი გენტილე. რამდენი მქონდა კიდე წასაკითხი. კადაფი მინდოდა მეთქვა. არ დამაცადე და რა გავაკეთო? არც წამზომი არ ჩამართვევინე. ჯენტილე სწორი პასუხია. აი შევძახე ბოლოს. 3-4. რა გვინდა? იგივე. მენმარკინგი დავტოვოთ? არა. იგივე, ოკეი. შენი იგივე და არა იმის იგივე. კი ბატონო. ტიტულზე მიბმული მეტსახელი. ამოვწურეთ ეს თემა, ბოლოს შეკითხვა ამოვეხლა აქედან. მე-20 საუკუნის ბოლო 2 დეკადა ეს გუნდი Crazy Gang-ის მეტსახელით იყო ცნობილი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1988 წლის ასოციაციის თასის ფინალში, ესე უნდა თქვა, Giant Killing-ი მოახდინა და ის ფინალი დომინანტ ძალას ლივერპულს მოუგო. ვინ?
უნდა ვითომ? მოიწურათ რომ. დავი, იყოს სანდერლენდი არ. არასწორი ზედა. 5 წამი. დრო. Queen's Park Rangers. უიმბლდონი. უიმბლდონი ბიჭო. ვინი ჯონსის და დენის ვაიზის უიმბლდონი. შენჯერი. დარჩა 4 წამი. იყო. მოდეს 20 წლის მუნდიალი თბილისში. 20 წლამდე მუნდიალი თბილისში 1985 წელი. ფინალისტ ესპანეთს შემადგენლობაში ეს წარმოშობით მაროკოელი ჰყავდა, რომელიც ბარსამ სპურსში ლინეკერს გააყოლა. თუმცა ჩვენ უფრო ამ მუნდიალიდან 10 წლის შემდეგ დევიდ სიმენის დასჯით გვახსოვს. მურადი ნაიბეტი თუ სწორად მახსოვს. არა, არასწორია. უკვე მიპასუხე. თავზეც გავუშვები და გავიდა. გავიდა. ვინ იყო? სნაიდერი. არა, სნაიდერმა პირველი გაიტანა, მაგრამ თავზე გადაუგდა შორიდან. ხო და მეორე. კი, ეგ არის. თავიდან მეთქვი ნაიბეტი? ნაიბეტი ვთქვი, ხო და ხო, ნაიზე კი იწყება ისე. ნაიმი, ხო, ნაიმი. ხო, ეგ იყო. მაგრამ ისე მიპასუხე რომ პასუხად ჩავთვალე, ვეღარ დაგაწყვი. არა, მაგრამ აქ წამი ქონდა. არა, გავიხსენე. იყო შანსი რომ გაგეხსენები და არ გამოიყენეთ რომ. აი, მოდი. ირლანდიელები გაბანწებულ მანჩესტერ იუნაიტედში. მასიმო ტაიბის იუნაიტედში ბრმა ვენეციელი შეარქვეს, მაგრამ რა უნდა შეერქმიათ ამ ჩრდილო ირლანდიელისთვის, რომელმაც 2005 წელს პედრო მენდეშის ცენტრიდან დარტყმული გაუშვა, რაც მსაჯმა ვერ დაინახა, მაგრამ ფერგის ნამდვილად არ გამოფარვია. როი კეროლი. კი ბატონო, საში კადრი გახსოვთ. ეს შეუძლიათ და აქედან გადავუხდა. მოდი შოთასთან აგუნდებთან დაბრუნდეთ. შოთას თანაგუნდელები. ეს ბერძენი მახლას. ხო შეიძლება სხვა კითხვა ყოფილიყო. შეიძლება სხვა. დაგიყოს მე სხვაგან. კარგი, აღარ წავიკითხავ, აიაქსი 2 სეზონი შოთას კონკურენტი, ეს ფორმა რაღაცე მილიონი. დელი მე და ეგრე წავიდეს კითხვა. აქ ხო არ არის ისა. ჩაითვალე. 5-4. United. დააბრუნდეთ ისე. ირლანდიელები გაბანძებულ იუნაიტედში. ჯონ ოში ფერგის უმცროსი ვაჟი ვითხოვდა, რომელმაც პირველ გუნდში თამაშის პრაქტიკა სხვა 32 მანჩესტერელის მსგავსად ამ ბელგიურ კლუბში მიიღო. ანტვერპენი სწორი პასუხი. მითვალე კულა. 6-4. მენ მარკინგი. ამ ფინალის წინ დიმატეოს და დენის ვაიზის მთავარი საზრუნავი კრასიმირ ბალაკოვის შეჩერება იყო. ოპერაცია ბალაკოვი სტოკჰოლმში წარმატებით დასრულდა. ამათჩია. ჩელსი შტუტგარტი, თასების თასი. სწორი პასუხია, მითვალე. United-ი. ისევ United-ი კი ბატონო. რუდმან ნისტელროიმ შვილს liam-ი დაარქვა. ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა 2004-2006 წლებში მანჩესტერ იუნაიტედში ეს ცხონებული liam-ი მისი თანაგუნდელი იყო. liam miller. სწორი პასუხია. liam miller-ი, რომელიც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნით. ერთი უკრას მეორე თამაშობს. არ ვიცი, რა არის ვერ მივხვდი, მაგრამ ქართული ვერსია. ეს უცხოური არ უცხოური არიცი. ხო, მაგრამ ახოთრელიც არის. ორი ადამიანის რაღაცნაირ კავშირზე, ერთი ფეხბურთელია, მეორე მუსიკოსი. მისი რეცეპტი ჟღალებში 92 წელს დაიშალა. აი 2004 წელს კი მასთან ერთად დინამომ DST-ს მოიგო. ლადო ბორდული. კი, სწორია, ლადო ბორდული სწორი პასუხია. იმპერატორი. კარგია ისა. კარგია, მაგრამ სიურპრიზებსაც ველი. კი. მოდი ჩამოთვალოთ თემები, სანამ შემოიფიქრე. ჩვენ დაგვრჩა შოთას თანაგუნდელი ფორვარდები. 45 წლის UEFA-ს თანამშრომელი ნიონიდან ხელს არ ახლებთ გეშინიათ UEFA-ს თანამშრომლების განსაკუთრებით 45 წლის ასაკში. ფეხბურთი და აქტივიზმი, ისეთ შვენიერი თემაა, მაგრამ ფართო საკმაოდ. მენ მარკინგში დარჩა შეკითხვა. მუნდიალი თბილისში 1985 20 წლამდელთა
ერთი უკრავს მეორე თამაშობს, ქართული ვერსია, ფეხბურთი წიგნის ფურცლებზე, ესეც კარგი თემა ეს არის ძალიან. ფეხბურთი და აქტივიზმი. ოკეი. ფეხბურთი და აქტივიზმი. ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფი პალესტინელი პელე სულეიმან ალ-ობეიდი 6 აგვისტოს ღაზაში გარდაიცვალა. ამ ფაქტზე UEFA-ს პოსტი კი ამ კაცმა ბრჭყალებში პოსტის სახელი როგორ გარდაიცვალა და როდის კრიტიკული კოპით გადააზია. მოჰამედ სალა. სწორი პასუხია მოჰამედ სალა. მითვალებული. აღარ გიკითხები თუ დავტოვა მეთქი. ვაბრუნებ ყველაფერს და თქვენ თვითონ აიჭიეთ. ერთი უკრავს მეორე თამაშობს. მიღებული, ერთი უკრავს მეორე თამაშობს. ერთი 90-იანებში შავი პრინცის ძმა იყო. აი მეორე ლა ლიგა და აიაქს გამოვლილი კაცია, რომელიც ბოლო 2 წელია მარსელის კარს დარაჯობს. ხერონიმო რული და ჟერონიმო. ძებნილები და ჟერონიმო. ხერონიმო. აი, იცი რა ვქნათ, მოდი დავტოვოთ ეგ, იმიტომ რომ ერთი უნდა იყოს მან უეჭველი. წესით. ქართული. ხიბარემ რას ელოდები? ძოძუაშვილი უნდა იყოს და ვითომ? post industrial boys. არ ვიცი. ნახოთ. პოსტ-ინდუსტრიული გოგი ქართველი დიგერების ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია. აი რეზოკი 2000 წელს ალ-იტიჰადის მწვრთნელი იყო. ხელი ჩამორთებით გადმოგწევ. ზუსტად იცი რაც არ მეტყველე რაც იქნებოდა და ქულაც აიღე. ჩვენ გვაქვს 9-7 20 წლამდელთა მუნდიალი თბილისში. 20 წლამდელთა მუნდიალი თბილისში. მასპინძელი საბჭოთა კავშირის განაცხადში 2 ქართველი იყო, 2-ვე მცველი. ერთი გელაკეტაშვილია, მეორე კი ეს ზუგდიდელი, რომელიც წლებია უკვე თემურ ქეცბაიას ასისტენტია. სოსოჭედია? დიახ, რა თქმა უნდა, არც ვაპირებდი ჩართვას სრულად მოგად. 8, აქ 9. მოდი ისევ ფეხბურთი და აქტივიზმი. ფეხბურთი და აქტივიზმი. შესაძლოა ამ რაუნდის მომგები შეკითხვა. ფუ, წავიდა. 1995 წლის 22 ივლისს ნორვეგიელმა ლარს ბოჰინენმა საფრანგეთის ნაკრებთან თამაშზე უარი თქვა, რადგან ფრანგები წყნარი ოკეანის სამხრეთში ატომურ იარაღს ტესტავდნენ. ამაზე იმ საყრდენსაც ამოასხა, რომელიც მარსელიეზას არასოდეს მღეროდა და რომელიც სწორედ ამ რეგიონიდან იყო. ვის ამოასხა? თული შეკითხვა მოვიდა. რა? დესაის ვიტყვი. არა, 5 წამი. განელია ეგ. მე მაგიტომ მეგონა რომ მარსელიოზს არ მღერებთ. რა? დეშამი. არა. ქონდა კარგი შანსი. დაწეულიყავი. დეშამი რატო? მარსელში არასოდეს მღეროდა, რეგიონიდან იყო, ხო? რეგიონ მარსელზე წავიდა. წყნარი ოკეანის რეგიონი. კარემბი იქნება მაშინ. ვინა? კარემბი. კარგი დროსია. ვისთან კარემბე? ქონდა პასუხი, ცოტა მეტად უნდა დაფიქრებულიყავი და ძალიან დაძაბავდი თამაშს. ძალიან დაძაბავდი. ნუ, დაძაბული მაინც არის, მაგრამ ისე ძალიან არა. ფეხბურთი აქტივიზმი არის კიდევ ერთი შეკითხვა დავაბრუნებ. კი ბატონო. ჯერჯერობით. მოდი მე მარკინგით. მე მარკინგი ვცადოთ. 1985 წლის ვერონას ჩემპიონობაზე ყველას პრებენელკია რიაკერია პირზე. მაგრამ ამ სეზონში რომ სერიააში მასზე მეტი გოლი ვერონას ამ შემჩერებელმა და მუნდიალის 2 გზის ფინალისტმა გერმანელმა შეაგდო, ეს ბევრმა არ იცის. რიგელი. სწორი პასუხია, 9-9. იღებს შეკითხვას გაბრო. თუ გაბრო სწორად პასუხობს 10-9 შემთხვევაში, მაშინ ფრედ დამთავრების შანსი რჩება, რა თქმა უნდა, არჩილს. იმიტომ რომ თამაში დაიწყო გაბრომ და დასაწყისის უპირატესობა რომ გამოვრიცხოთ, ბოლო ქულის საშუალებას ვაწყებთ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ამ წესს მივმართავ, რადგანაც იშვიათად ძალიან ხოლოდ ერთხელ მახსოვს მე პირადად ზეპირად ხლა რაც მახსენდება, როცა ეს წესი ამოქმედებდა ამ თამაშში. და კიდევ ერთ დავუმატებ. კითხვის დათმობის შემთხვევაში აგებ. თუ იმან აიღო და შეგვიძლია. ხალხმზად. ფეხბურთი და აქტივიზმი? კი ბატონო. ავიღოთ ფეხბურთი და აქტივიზმი. სენტ-ეტიენის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა რაშიდ მეხლუფიმ 1958 წელს საფრანგეთის ნაკრები და საფრანგეთი დატოვა, რათა ისტორიულ სამშობლოში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებს ამ ქვეყნის ახალშობილ ნაკრებში თამაშით მშვიდობიანად მიხმარებოდა. რომელი ქვეყნის?
დრო? სირია არ ვიცი. არ არის სწორი? მე მგონი მაგ დროს როლში ალჟირში მიდიოდა. ანუ შენი პასუხი ალჟირი? ეს რაუნდი მოგებულია, რაც სადათ მე ბოლოში. 2-1 ალჟირის სწორი პასუხია. ეგეც მარტივი არ იქნება. რატო ალჟირი იყო ფილმიც არის ცნობილი გადაღებული მაგაზე. ალჟირი უნდა მეთქვა ეგრევე, მაგრამ მეთქი იგით მარტივი ხო არ იქნება საფრანგეთიდან ალჟირში წავიდა თქვა მაგით. რატო გაირთულე საქმე და ცხოვრება, რატო? ალჟირის სწორი პასუხია ართმევი შემთხვევაში როგორც თქვი 10-ით 9 დამთავრდა დააკამბექა ფაქტორად სულ წინ იყავი მთელი რაუნდის განმავლობაში. საერთო ანგარიში 2-1-ია და გადავდივართ ბოლო რაუნდზე. ვნახოთ გამოავლენს თუ არა გამარჯვებულს რაუნდის სახელად გამარჯობა, ჩემი სახელია. საერთო ანგარიში 2-1 არჩილი ისევ წინ გაიჭრა, მეოთხე რაუნდი გვჭირდება. გამარჯობა, ჩემი სახელია. რა თემა შეგხვდება? არჩილი, ბოლო რაუნდი შენ მოიგე, შესაბამისად 1-დან 5-მდე შეგიძლია გაქვს ფუფუნება აირჩიო. იყოს 3. 3? იყოს 3. რა განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავსაც და გაბროსაც. ჩვენი თემა არის ფრანგები ტურინის იუვენტუსში. 10-დან რამდენი ბალით ხარ კმაყოფილი? 3. 7. არ ვიტყვი. კარგი. ყურადღებით. შეგახსენებთ რომ აქ ძალიან დაძაბული რაუნდი გვაქვს, რადგანაც გამინუსება ძალიან ართულებს საქმეს. შეკითხვა პირველი. ძალიან ნათრევი კაცი ვარ. ალბათ ბევრმა არ იცით რომ ჩემი პროფესიული ფეხბურთი სერია C-ში თამაშით დაიწყო. მარსალადან მონცას სკამის ხეხვიდან და საფრანგეთის სამოყვარულო ჩემპიონატიდან რამდენიმე სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი გავხდა. მერე და მერე მონაკოს, იუნაიტედის და იუვეს ფორმით ევრა. პატრის ევრა. პლუს 10. იცოდი იტალიაში რომ დაიწყო? არა. არ მახსოვდათ. შენ? არ შეგახსოვს? ევრა იუვენტუსში რო იყო ვიცოდი ახლა იტალიაში რომ დაიწყო. მონაკო მანჩესტერი. კეთი, შემდეგი. ფეხბურთელი და ფეხბურთის ფუნქციონერი უფრო კარგი ვიყავი, ვიდრე მწვრთნელი. სერია A-ს ბომბარდირის ტიტული პლატინი. მიშელ პლატინი, სწორი პასუხია. 10-10. ისე იწყებთ როგორც თამაშობთ, ზოგადად. ქულა-ქულაში. შემდეგი. უცხოელებიდან იუვეს ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი მე მაქვს გატანილი. დავით ტრეზეგე. ძლიერი პასუხი იქნება. კი ბატონო. სწორი პასუხია. 20-10. სენეგალში დავიბადე. მშობლების განქორწინების შემდეგ კი დედის გვარს ვატარებ. 2006 წლის სექტემბერში, როცა თბილისში ვითამაშეთ, საფრანგეთის ნაკრებს მე ვკაპიტნობდი. პიემონტიში ლონდონიდან მოვხვდი. ვიეირა. პატრიკ ვიეირა 20-20. დის გვარზე სენეგალი. სპნამე ხო. შემდეგი. 142 მატჩით საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი. ურამი. ლილიან წიურამის სწორი პასუხია 30-20. დადგმული გაქვთ რომ ესე აიღოთ? შემდეგი. 2013 წელს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წინააღმდეგ მეც ვითამაშე და თებიძის კართან კარგი მომენტიც მქონდა. პირველ გუნდში კარლო ანჩელოტიმ დამაწინაურა და მისი მადლობელი ვარ. მაგრამ ახლა არც იუვე მაინტერესებს, არც პარი სენ-ჟერმენი. მილანთან ერთად კარგი გეგმები მაქვს. ქართულდა, გამინუსებაც არ დაგავიწყდეთ. შემიძლია მეორჯერ წავიკითხო, რადგანაც ხელს არ ვქონდა. 2013 წელს ანჩელოტი რამდენი გამოდის? პარი სენ-ჟერმენის პირველ გუნდში კარლო ანჩელოტიმ დამაწინაურა. ოკეი. რაბიო. ადრიან რაბიო სწორი პასუხია. 40-20. იუვეში სულ ორჯერ ვითამაშე, მაგრამ 2013 წელს სერია-ას ჩემპიონის მედალი მაინც შემხვდა. იუვეში ჩინეთის შანხაი შენხუადან გადავედი. მანამდე კი მთელი პრემიერ ლიგა მოვიარე. რომ არა კონფლიქტური ხასიათი, შეიძლება რეალისტვისაც ჩემი ეპოქის ბენზემა ვყოფილიყავი. ანელკა. ნიკოლა ანელკა სწორი პასუხია.
30. სამი შეკითხვა დარჩა. +1 თუ საჭირო გახდა გადამწყვეტი. ერთხელ გაბრაზებულმა ერიკ კანტონამ წყლის დამტარებელი მიწოდა და მას შემდეგ ეს მეტ სახელად შემრჩა. იუვენტუსში საუკეთესო წლები გავატარე. და 2006 წლის შემოდგომაზე, როცა კლუბი სერია B-ში დააქვეითეს, იუემ დახმარება მე მთხოვა. დიდიე დეშამ. დიდიე დეშამის სწორი პასუხია, აგვიანებ, ძალიან აგვიანებ. სწორი ის პასუხია. დამტარებელზე უნდა დამერყავყო. დიახ, შეიძლებოდა. 50-30. ჩვენ გვაქვს ორი შეკითხვა დარჩენილი, გადამწყვეტის გარდა თავისთავად ცხადია და ორივე შენ უნდა აიღო. ნებისმიერ შემთხვევაში შეკითხვა, რომელსაც შენ აიღებ, ან შეკითხვა, რომელიც შენ გაგამინუსებს, ამ რაუნდს დაასრულებს. მადლობა ჯეკ უოკერს, რომ იუვეში მოვხვდი. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფეხბურთელები პაპინი, ფრანჩესკოლი და ბლაჟ სლიშკოვიჩი იყვნენ. ჩემი ზიდანი. ზინედინ ზიდანის სწორი პასუხია და ეს რაუნდი მოგებულია დარჩენილ შეკითხვას აზრი აღარ აქვს 2-2 საერთო ანგარიში გამარჯვებული ძირითად 4 რაუნდში ვერ გამოვლინდა რაც მოსალოდნელიც იყო გავდივართ პენალტების სერიაზე მეოთხე სეზონის ნახევარფინალი მთელი თავისი სიმძიმით და დაძაბულობით პენალტების სერია საერთო ანგარიში 4 რაუნდის შემდეგ 2-2 არჩილ ტოტოჩავა, ალექსანდრე გაბრიჩიძე. დავიწყოთ? კი. წავიდა. აქ მინუსი არ გვაქვს, სწორი პასუხი 1 ქულაა. 10 შეკითხვა და გადამწყვეტი მე-11 თუ საჭირო გახდა. ინგლისში ფაბიო კაპელოს თილისმა ეს საყრდენი გახდა, რომელმაც ფაბიოს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის დროს გამართული 42 მატჩიდან 35-ში მონაწილეობა მიიღო. გარეთ ბერი. გარეთ ბერის სწორი პასუხი 1-0. რეგიონში, რომელიც მისი მთავარი ქალაქის სახელს ატარებს, 2023 წელს ბეტსონ სპორტის გასვლით მას შეხვედრამ 2 ფეხბურთელი მოინახულა. აი აჭარა. არა, სხვა გაწახვედი, ლოგიკით ვასრულებ კითხვას. აი ლადო მოხევიშვილიც რომ ჩაეწერათ, ტრიუმვირატით შეიკვრებოდა. სად იყვნენ, რომელ რეგიონზეა საუბარი? ბეტსონ სპორტის გასვლით შეხვედრაში. 3 ატომოხევი ბინარი არ ვიცი. 1. არა პასუხი. ორი ვარიანტი. ესპანეთში თამაშობს, რაც მე ვარ. მაშინ ისა ვალენსია და მამარდა ქოჩორა და იგი იქნებოდა. ატომოხევი ვალენსია იყო. სწორი პასუხი შენი ლოგიკა სხვა იყო, შენ გვიან მიხვედი მაგ პასუხს. ხო, ან ეგ უნდა ყოფილიყო, ან რომელიმე საფრანგეთში და კი ბატონო, გავიარეთ ეს შეკითხვა. ამ ნაკრებს გვეგონა მარტივად მოვუგებდით. თუმცა რამაზ შენგელიაზე ფრედვე თამაშეთ და აგერ უკვე მათთვის სადებიუტო 2006 წლის მუნდიალი. კაპოვერდე. Yes, 1-1. შეკითხვა მე-4. ციტირებ. გოგრიჭიანმა ამ საქციელით დაასრულა კარიერა ნაკრებში. ბაჯოსაც კი ცვლიან ხოლმე და არა თამაშებენ, როცა საჭიროა. გითხარით, რომელ ნაკრებთან მატჩის შემდეგ განაცხადა ეს დავით ყიფიანი? ინგლისთან. ინგლისი. სწორი პასუხია. 97 წელი. 2-1. 1999 წლის მაისში ალბერტო მალეზანის პარმამ 2 ფინალი ითამაშა. UEFA-ს თასსა და კოპა იტალიაზე. ორივე მათგანში კი გოლი კრესპომ და ამ ვარეზელმა კაცმა გაიტანეს, რომელიც ქართველებმა უფრო მეტად შოთა არველაძისგან გაიცნეს და 1-0. 0-0-0. სწორი პასუხია. 1-0. 3-1. აკვიტანიაში დაბადებულმა ამ ბასკმა საფრანგეთის ასაკობრივ გუნდებში 51 მატჩი ჩაატარა. 2021 წელს კი დეშამის ნაკრებში კონკურენციას გაერიდა და მეზობლის წითელი აიღო, რომლითაც შარშან ევროპის ჩემპიონიც გახდა. ვინ ბასკმა? ლაპორტი. ემერიკ ლაპორტი. სწორი პასუხია. შეკითხვა მე-7, 3-2. შტაზის შესახებ თუ რამე ხსმენია? შტაზის ამ გუნდის გახსენებაც? Union Berlin. არასწორი პასუხია, ვაგრძელებ. შტაზის ამ გუნდის გახსენებაც არ უნდა გაგიჭირდეს, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ 10 ჯერ გახდა.
მაგრამ ევროთასებზე არაფრის ნამაქნისი იყო. მინუსი არ არის შეგიძლიათ სცადო. ხო, არ ვიცი. 3 ავი, დინამო დრეზდენი. არა. ნაწილ აიღეთ. ნახევარი შენაგებს. ბერლინის დინამო? კი, ბერლინის დინამო კი, ბატონო. ეს შეკითხვაც გავიარეთ, დარჩა 3-2 და შეკითხვა მერვე. შონ ბარტლეტი, რადოსტინ კიშიშევი და დენის რომედალი. ამ ლონდონური კლუბის ჩარტონ ატლეტიკო. სწორი პასუხია 3-3. დაგვრჩა 2 შეკითხვა. ესპანელი ალექს გარსია თბილისის დინამომ პირველი წრის შემდეგ დაითხოვა. მის ნაცვლად მოსულმა ამ ქართველმა კი ზედიზედ 7 ფრე ითამაშა და აპრილში გუნდს დაემშვიდობა. სახელი და გვარი მჭირდება ამ ქართველის. სამი. კაჭარავას უთქვი ესე თქვა. არასწორი პასუხია. 2. ჭიაბრიშვილს ვიტყვი. არა. ეს იყო გიორგი დევდარიანი. კი, იყო მაგრამ. კი ბატონო. განამწყვეტი კითხვა, ხო? მეათე შეკითხვა განამწყვეტია, თუ აიღებთ. თუ არა და მე-11 გადი გახდება განამწყვეტი. ოკეი. ყურადღებით. საკმაოდ მოკლეა შეკითხვის სიტყვების რაოდენობა. ფიორენტინას იასამნის ფერს სანამ ტოიოტა მოაჯდებოდა, მანამდე 97-99 წლებში მაისურზე ამ კონსოლის სახელი იწონებდა თავს. Nintendo იყო კი. Nintendo სწორი პასუხია და თამაში მოგებულია 4-3. ბოლო შეკითხვა გადამწყვეტი და ფინალში ხარ, გილოცავ. დიდი მადლობა, ძალიან დაძაბული და ძალიან კარგი თამაშისთვის. Nintendo სწორი პასუხი იყო, მოგიტანა გამარჯვების ქულა ფინალისკენ. დამეთანხმებით ძალიან მაგარი ნახევარფინალი იყო და გამოიწერეთ Betson Sport-ის YouTube არხი, რომ არ გამოგჩეთ ასეთი თამაშები. მადლობა რომ გიყურებთ და ჩვენთან ერთად ხართ. დროებით. ძალიან რთული იყო, უბრალოდ იმას ვეუბნებოდი თავს, რომ არ არის დამთავრებული, შანსი მექნებ. ძალიან ახლოს ვიყავი წაგებასთან, დრამატულად ახლოს. Nintendo მიხსნა. არა და Nintendo ბავშვობაში არ მქონია. თამაშობდი Sega-ს. ეხლა წავიდე Nintendo ვიყიდო ძველისადმე. სახში რომ მქონდეს. უფრო კარგი იყო ჩემი მოწინააღმდეგე, იმსახურებდა გამარჯვებას და რა ვიცი. ცუდი იყო 3-1 რომ მიყავდა, დევდარიანი უნდა ამეღო, ჩემი ბრალია. გასულ სეზონშიც გაბრიელთან დაახლოებით იგივე ჟანრის მატჩი მქონდა, ცოტა სხვანაირად განვითარდა იქ დრამატურგია, მაგრამ დაახლოებით იგივე ჟანრი იყო. ესეც გაბრიელიც წინა მატჩი, წინა შესარჩევიდან გამოყოლილი და რთული იყო. პირველი მატჩიც ჩემი ეს პაპაკალო ძალიან რთულად წავიდა, რაც ვითამაშე. იმაზე მეტყოლებს, რომ ხალხო გამოდით, მაგით ის დერბიში მიიღეთ მონაწილეობა. იმიტომ რომ სადღაც მოგვიგებთ. აი როგორც სიტყვაზე გავიგებ, სოფლიო ჩემპიონატი ვითარდებოდა, ისე ვითარდება ეს თამაში. მე მგონი რომ იხვეწება კითხვების ხალისხი, თამაში უკეთესი ხდება და ძალიან კარგია რომ შესარჩევები დაემატა და რა ვიცი გურჩევდი ამ პროექტს, რომ სხვა ქალაქებშიც გავიდე, იმიტომ რომ შესარჩევებიდან ფიქრობ კარგი მოთამაშეები მოვიდნენ, რომლებიც უკვე გაივლიან. ბრძოლაში გამოიწრთობიან და ისე მოვლენ აქამდე. შეიძლება ერთ და ურცდაში არა, იმიტომ რომ პირველზე რომ გამოდიხარ ძალიან რთული არის. მაგრამ მე მგონია რომ მეორეზე რომ გამოდიხარ, დიდი ალბათობით აპგრეიდი გაქვს და მეტი შანსიც გაქვს შესაბამისად. პირველად რომ გამოხვალ და რაღაც კარგად ვერ ითამაშებ, ხელი არ უნდა ჩაიქნო. ვახ, რა თამაში დადე, წავედი აღარ მინდა. რა კარგები იყო. აი, ამას ყველა სხვა თემას ხოლმე გამოიცნო. ძალიან მართლაც-ძნელი არის. ალბათ რა ვიცი. თქვენთვის რო ძნელია, ესე იგზნელია. გაოგნებული კაპრო. დაზუმეთ რა მაკედა კამერიდან, გაოგნებული კაპრო. ცალკე ყავდეს კადრში გაოგნებული სახით. შავი მომწვანეა რაღაცა. პოკერის კარტები ვიდრე წურავს. ეს რა, ვიტო. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყველაზე რთულია.